საღამომშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს სამშაბათია, 9:30 და პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს ჩვენ ეთერი არ გვექნება, ანუ უკვე სამშაბათობით ჩვენ აღარ გავალთ ეთერში, იმიტომ რომ ობიექტივის ბადე იცვლება და ჩვენ გამოგვიყოფენ სხვა დღეს, ანუ ხუთშაბათი დარჩება, მაგრამ სამშაბათს მაგივრად იქნება სხვა რომელიმე სხვა დღე, რასაც მე თქვენ აუცილებლად გაგაცნობთ და გეტყვით როდის რომელ საათზე და რა დღეებში გავა ეთერში გადაცემა კრიტიკული აზრი. ახლა კი გადავიდეთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომელიც ყოველთვის გვაწუხებდა და გვაწუხებს, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს ქვეყანას. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, დასვით თქვენი კითხვები, გამოთქვით თქვენი აზრი არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვიმსჯელოთ და შევეცადოთ, რომ გამოვნახოთ რაღაც გამოსავალი არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან. რაც მოვისმინე გუშინ წინ ამ ახალ კანონ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევა ამ კვირაში, ცოტა არ იყოს და ანალოგია და პარალელები გავატარე ნაცმოძრაობასთან, იმიტომ რომ ნაცმოძრაობის პერიოდში ზუსტად ასეთ კანონებს იღებდა სააკაშვილის რეჟიმი, უგრძალავდა ხალხს და უზღუდავდა საპროტესტო აქციების ჩატარებას, აძლიერებდა პოლიციას, იღებდა კანონებს ამ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავაყენეთ ერთხელ საკითხი პარლამენტში, სადაც ეს საკითხი ეხებოდა შეურაცხყოფას და ჩვენ დავსვით კითხვა, რომ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ რომ მივიღოთ კანონი, რომელიც შეზღუდავს, ასე ვთქვათ, ამ შეურაცხყოფის არეალს და ადამიანი არ იქნება ყოველთვის ბულინგის მსხვერპლი ვიღაცეების მხრიდან. რაზედაც ქართულმა ოცნებამ, ეხლა არ მინდა კონკრეტული სახელი და გვარები დავასახელო, პირდაპირ ვამბობ ქართული ოცნება, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერები, არის ყველაფერი ინტერნეტში. ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ამით ადამიანის სიტყვის თავისუფლება შეეზღუდება. როდესაც ვკითხეთ, რომ კი, მაგრამ სიტყვის თავისუფლება და დედისგინება ერთ და იგივე არ უნდა იყოს და ეს ყველას კარგად გვესმის. განვასხვაოთ ერთი მეორესგან. მაშინაც პასუხი მივიღე ისეთი, რომ ვინ და როგორ დაადგენს ვისთვის და რა არის შეურაცხყოფა. ანუ ეს პასუხი იყო მაშინ. დღეს თურმე აღმოჩნდა, რომ არსებობს რაღაც კონკრეტული სიტყვების ნაკრები, რომელიც ნიშნავს შეურაცხყოფას და ამ სიტყვების გამოყენება არ შეიძლება მაღალი რანგის პოლიტიკოსის მიმართ, პოლიციის თანამშრომლის მიმართ და ზოგადად საჯარო მოხელის მიმართ. ეხლა ისმის კითხვა, რატომ მიიღეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ მაღალი პოლიტიკური რანგის მოხელეების მიმართ, რო არ შეიძლება შეურაცხყოფა, ან რომელიმე საჯარო მოხელის მიმართ არ შეიძლება შეურაცხყოფა და არა უბრალოდ ხალხის მიმართაც რო არ შეიძლება შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ მით უმეტეს მაღალი რანგის პოლიტიკოს თმენის ვალდებულება აკისრია. ისმის კითხვა, თუ კი მათ აკისრიათ თმენის ვალდებულება და ჩვეულებრივ ადამიანს თმენის ვალდებულება არ აკისრია, რატომ უნდა მიიღო კანონი, სადაც მის მიმართ შეურაცხყოფა დასჯადია და ჩვეულებრივ ადამიანის მიმართ შეურაცხყოფა არ არის დასჯადი. თუ ჩვენ სამართლიანად ვუდგებით საკითხს, მაშინ ყველას მიმართ უნდა იყოს დასჯადი შეურაცხყოფა. ჩემს მიმართ, თქვენს მიმართ, ყველას მიმართ. და ეხლა რა გამოვიდა, რომ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებს და საკუთარი კომფორტისთვის იღებს ახალ კანონებს. უფრო სწორად, უფრო და უფრო ამკაცრებს არსებულ კანონებს.
საითკენ მივდივართ ხალხო. რა გველოდება, ხვალ რა გველოდება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილის პერიოდში იმ რეჟიმს ვებრძოდით, იმიტომ ვებრძოდით, რომ ზუსტად თავისუფლება შეგვიზღუდეს. თავისუფლება. აქ შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი. აქ მართლაც სიტყვის თავისუფლებაზე არის საუბარი. აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე არის საუბარი. და არა შეურაცხყოფაზე. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი შეგვიზღუდა ეხლა. სიტყვის თავისუფლებაც იზღუდება, აზრის გამოთქმის და აზრის დაფიქსირების თავისუფლებაც იზღუდება. შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თმენის ვალდებულება უკვე აღარ არსებობს, ესე გამოდის. არა კისრია, არ ეკისრებათ საჯარო მოხელეს და მაღალი რანგის პოლიტიკოს, რომ გამოხატოს თმენის ვალდებულება. არ ეკისრება. ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ მოიხსნა. და ასეთი ფორმით მართვა ქვეყნის ეს არის დიქტატურა. ჩრდილოეთ კორეაში ანალოგიური კანონებია მიღებული. ანალოგიური, უფრო მეტია მსგავსი კანონი მანდ, ბუნებრივია, მაგრამ ჯერ დრო არის კიდე, ჯერ არ მივსვლართ ბოლომდე, ჩვენ შუა გზაში ვართ, ასე ვთქვათ, მიიღებს კიდე ეს ხელისუფლება კიდე მსგავს კანონებს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეას ნამდვილად არ გვინდოდა ჩვენ რომ დამსგავსებოდით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამიტომ ვებრძოდით იმ რეჟიმს და ეხლა ეს ხელისუფლება გვთავაზობს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მსგავს მმართველობას. რატომ უნდა შევეგუოთ? ან რატომ გვთავაზობს ისმის კითხვა? უკვე დავიღალეთ იმ მოსმენით, რომ აი ის ნაცმოძრაობა, ეს პროდასავლური ძალები, რაღაც ომის პარტია, დავიღალეთ უკვე ამ ყველაფრით, კაცო. თუ კონკრეტულად ნაცმოძრაობა გაწუხებს და ომის პარტია გაწუხებს, მიიღე ისეთი კანონი, რომელიც სხვა ადამიანებს არ შეეხება. ასეთი კანონი მიიღე. აი ისევ შეურაცხყოფაზე გადავდივართ. რატომ არ მიიღე კანონი, რომ შეურაცხყოფა ყველას მიმართ არის დასჯადი? რა, ჩვეულებრივი ადამიანი იმსახურებს შეურაცხყოფას სხვის, თუნდაც თქვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, ან იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც დედას აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მათი მხრიდან იმსახურებს ჩვეულებრივი ადამიანი? თუ ყველა ვინც გადის პროტესტზე, უკვე ადამიანად აღარ თვლით იმ ხალხს? მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ დგას ძალიან ბევრი ხალხი. ზოგიერთი არის მართლაც ჩანერგილი და პროვოკატორია, ზოგიერთი არის მანდ ვინც ყვირის რომ ნაცმოძრაობა მინდა, ზოგი ყვირის ლელო მინდა, მაგრამ ზოგი არ ყვირის ამ ყველაფერს. ზოგი ამბობს რომ არ მინდა ამ ხელისუფლების მხრიდან ის ზეწოლა ყოველდღე ვიგრძნო, რასაც ვგრძნობ დღეს. და უმრავლესობა ზუსტად ამას ამბობს. არ მინდა გაყალბებული არჩევნები. რა არის გაყალბებული არჩევნები, ჩვენ ამ თემაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ეხლა იმის თქმა, რომ ფაქტი დამანახეთ, უამრავი ფაქტიც არის და რაც არ უნდა იყოს, თქვენ გონიათ, რომ არჩევნები მარტო 2024 წელს გაყალბდა? ამ გაყალბებამდე ოცნება დიდი ხანი ემზადებოდა. თუნდაც ის, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, თქვენ რა გონიათ, რომ ეს ხალხისთვის გაკეთდა და თქვენთვის გაკეთდა? სიკეთე მოუტანა, ამან რამე სიკეთე მოუტანა ქვეყანას? არა. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ მაჟორიტარებში ოპოზიციას არ მიეღო რაღაც მანდატები მაჟორიტარულ სისტემაში. იმიტომ რომ მაჟორიტარული სისტემით ოპოზიცია სხვადასხვა რეგიონში იგებს. და ეს ყველაფერი რომ კომფორტულად და კარგად დამთავრებული იყო ქართული ოცნებისთვის, მან გააუქმა მაჟორიტარული არჩევნები. და უკვე თამამად გააყალბა არჩევნები და პარტიული სიით რაც მიიღო, ეს ცალკე თემა, რაც მიიწერა, ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ დღეს და ეს ნამდვილად არ არის მშვიდობა.
ეს არ არის ის მშვიდობა, რომელსაც გვპირდებოდა ქართული ოცნება. და თუ ხელისუფლება თავის დანაპირებს არ ასრულებს და ეს არ არის მხოლოდ მშვიდობასთან დაკავშირებული, ძალიან ბევრი დანაპირები არ შეუსრულებია ხელისუფლებას, ასეთი ხელისუფლება როგორც წესი სახლში მიდის და სხვას უთმობს გზას. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც გაგიჟებულია თავიანთ სკამებზე, თავიანთ შემოსავალზე და არ უნდათ დათმობა ხელისუფლების და ძალაუფლების, მაშინ უკვე როგორც დიქტატურა ისე ყალიბდება ხელისუფლების გუნდი და როგორც დიქტატორი ისე მართავს ქვეყანას. მარტივია ყველაფერი, ჩვენ უკვე აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. ზარი ეთერს შემოუშვით. სხვადასხვა რეგიონში და ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, რომ დააწერეთ ნომერი, ბევრმა არ იცის და დააწერეთ ნომერი. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ალო? დიახ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ გვიხარია თქვენი გამოსვლა, როგორ სამართლიანად გვესაუბრებით, როგორ გვინდათ რომ გაგვაგებინოთ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, რომ მოვიდეს ეროვნული ხალხი. აი, თქვენი დანაშაული რა არის? თქვენი დანაშაულია თქვენი პარტიის დათო თარხან მოუროვიო სახელმწიფო საქმეში არ არის. დათო უნდა იყოს ქვეყნის გამგებელი, დათო თარხან მოურავი, ეს უჩვენესი კაცი, ეს განათებული, ეს ეროვნული, ეს სამაგალითო ყავს, სამაგალითო კაცი ყავს და ვერ ვიშნოთ. ჩვენ გინდა მოღალატეები, რომელიც ქვეყანა გაგვიყიდეს, ავანტიურისტები, ნახეთ ჩადიან უცხოეთში, ჩვენ ქვეყანას აგინებენ. აბა ამათ როგორ უშნებ? ესენი მართლა მისკაია რო ამბობდა, მისკაია ყველა ციხეში და შევნეკოთ. რას გავს ეს? ეხლა ტრამპი სასიკეთოდ ხო ხედავთ უკვე რეებს აცხადებს. სასიკეთოდ უნდა ყველაფერი. ჩვენ ვიდა გვეხმარება, ჩვენ მივხედოთ. გაგვიყიდეს საქართველო. აფხაზეთი ხო დამკარგეთ. ეხლა აჭარა ჩამოდიან არაბები და იცხოვრებენ კარგად ჩემი ქართველი დევნილმა თავი დაიწვა განგაშის ზარები განგაშის. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ბატონი დავითი არ მართავს ქვეყანას, ეს პატრიოტთა ალიანსის ბრალი ნამდვილად არ არის, პირიქით, ეს არის ისევ და ისევ ხელისუფლების მიზანი, რომ მოკლას პოლიტიკური პროცესი საქართველოში და მხოლოდ თვითონ იყოს მუდმივად მართველ ძალად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. რასაც რა თქმა უნდა ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით. რაც შეეხება აჭარის რეგიონს და იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო საუდის არაბეთთან, გეთანხმებით, ეს ჯერ კიდევ იყო სააკაშვილის გეგმა. სააკაშვილს უნდოდა ჩამოესახლა საქართველოში დაახლოებით 125,000 ჩინელი, 50,000 თურქი, ვისაც უნდა მიეცა ქართული პასპორტები და მოქალაქეობა და ასევე არაბეთიდან უნდა ჩამოესახლებინათ, ირანიდან. ეს გეგმა არსებობდა. მას უნდა შეექმნა, გეგმა რა იყო? გეგმა იყო შემდეგი. სააკაშვილს უნდა შეექმნა მუდმივი ელექტორატი, რომელიც მას მისცემდა ხმას. ის ჩამოსახლებული ბუნებრივია პოლიტიკაში ვერ იქნებოდა გარეული ისე, როგორც პოლიტიკაში ერევა ქართველი, მაგრამ მას ეცოდინებოდა, რომ არსებობს პარტია, რომელსაც ის აძლევს ხმას. იმიტომ რომ ისინი იმართებიან, ასე ვთქვათ, ხუცესებით, რომლებიც მართავენ პატარ-პატარა კლანებს და ერთიანობაში ბუნებრივია ისინი კონტროლებადი ხალხია. გეგმა ვერ შეასრულა, ვერ მოასრო ამ გეგმის შესრულება სააკაშვილმა, ამ გეგმის შესრულებას დღეს აპირებს ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის გეგმა, რომელსაც ისინი დღეს ასრულებენ. რატომ არის საქართველოში, მაგალითად, რატომ ჭირს საქართველოში ქართველისთვის კარგი სამსახურის ნახვა?
იმიტომ რომ ამ სამსახურს არავინ არ ქმნის და თუ აქ ინვესტორი შემოდის, ის ბუნებრივია ასაქმებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხს, ვინც მისთვის არის მისაღები, ანუ მისი ეროვნებისთვის ვინც არის მისაღები. რატომ არ ქმნის ქართველი ისეთ სამუშაოს, საქართველოს ხელისუფლება არ უქმნის ქართველს ისეთ სამუშაოს, ღირსეულ სამუშაოს, რომ ის არ გარბოდეს უცხოეთში. იმიტომ რომ ის უნდა გაიქცეს უცხოეთში. საბოლოო ჯამში უკვე 800,000 კაცია ქვეყნიდან გასული. დაახლოებით 800,000 კაცი კიდე რო გავიდეს ქვეყნიდან, აქ ვინ დარჩება? პენსიონერები დარჩებიან და პატარა ბავშვები. სამაგიეროდ იმ ადგილებს დაიკავებს ის შემოსული უცხოელი, რომელსაც მე რა თქმა უნდა მოქალაქეობასაც მიანიჭებენ და მას ყველანაირი პირობები ექნება საქართველოში, რომ განახორციელოს საკუთარი ბიზნესი, გახსნას საკუთარი ბიზნესი, იმიტომ რომ მას ქართული ფული არ ჭირდება, ის ყოველთვის არის საკუთარი ქვეყნის დოტაციაზე, იმიტომ რომ სპეციალურად უშვებენ ამ ხალხს საქართველოში, რომ დაასახლონ. და ეს გეგმა კიდევ ერთხელ ვამბობ, სააკაშვილმა დაიწყო ეს პროგრამა და ამას აგრძელებს დღეს ქართული ოცნება. და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ძალიან მხიზლად. ზარია ეთერში შემოუშვით. საღამომშვიდობის. რაც შეეხება სამსახურებს ძალიან კარგი იქნება თუ დაეთმობა გადაცემა თუ არა ნუ ნაწილი მაინც დაცემის თუ რამდენად სრულდება შრომის კოდექსის მოთხოვნები საქართველოში. ან საერთოდ თუ სრულდება. და მე შემთხვევით ამ წლების წინ ბორჯომში მოვხვდი და ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილის ამ დიდებულ ადამიანზე აკადემიკოსი, რომელსაც სეფსისის ცენტრი შექმნა და ასე შემდეგ რუსეთში ქონა დამთავრებული და საშეყავდა თაყვანილი ეს პიროვნება იქ ლექტორებს და იმან ერთ-ერთ საპარლამენტო გამოსვლაზე თქვა თუ პირველი პირი არ არის კორუმპირებული, მისი ხელქვეითები ვერ გაბედავენ, რომ იყვნენ კორუმპირებულებიო. ნებისმიერ სამსახურში დღეს არის სრული, ესე იგი, დარღვევა კი არა, დანაშაულებრივი ურთიერთობა ხელქვეითებთან. დანაშაულებრივი ამ სიტყვის უმეტესობა რომ ვინ არის პატრონი და ვინ არის მოკითხავი. არც არავინ არ არის და თუ ჩვენ არ გავერთიანდით და ერთიანად არ დავდექით ეროვნული ხალხის გვერდით, ვისაც შეუძლია, ვინც იცის, ვინც პროფესიონალია, ვინც პოლიტიკოსია და ასე შემდეგ. შეიძლება ყველაფერს ვერ ხდებოდეს და თუ ედობი ადამიანს უნდა გაყვებულობდეს, ყველაფერს ვერ მიხვდება ვერავინ და ყველა პოლიტიკოსები რო ვართ, მე ჩემ თავზე არ ვიღებ ამას და ყველაფერი ვიცი და ყველა ექსპერტები ვართ, იმიტომ ვართ ამ დღეში. ერთობა არ გაგვაჩინა, ერთობა რო გაგვაჩნდეს, ერთმანეთს უნდა ყური დაუვდოთ და მოусვინოთ. შავი და თეთრი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. სამწუხაროდ დღეს ძალიან ცუდ დღეში ვართ. ძალზედ ცუდ დღეში ვართ, ვერ ვათავისებთ ხალხო. თუ ხვალდაზე რა შეიძლება ქვეყანას მოელოდეს. ჩვენმა წინაპრებმა ამის გულზე დადეს თავადი, რომ ასეთი ჯერაც მე წინა გადაცემაში მქონდა საუბარი უბრალოდ პირდაპირ ეთერში შევედი და თუ ახალგაზრდები, აი რატომ არიან ასე დარეკა, თუ არ ვცდები, ნუ აღარ მახსოვს კარგად, ახალგაზრდები რატო არ არიან პატრიოტთა ალიანსთან ახლოში? არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი არ არიან, იმიტომ არ არიან ბევრი, რომ დაგვინებულმა და დამძანმა ხალხმა უფრო კარგად იცის, თუ პატრიოტთა ალიანსის რა არის პროგრამა, რა არის მიზანი და რა როგორი ხვალინდელი დღისთვის იწვის საქართველოსთვის. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან ახალგაზრდებო. თუ გაავრცელოთ ერთმანეთში საფრანგეთში, როდესაც პენსიონერები გაიფიცნენ, მათ გვერდზე დაუდგენ ახალგაზრდები. ნუ მათ უნდა თავიანთი პირობები გაუმჯობესებულიყო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რომ კითხა ახალგაზრდა გოგონას სხვათა შორის, შენ აქ რა გინდაო, შენ პენსიონერი ხარ? მე პენსიონერი არა ვარო, მაგრამ ხო გავხდები პენსიონერიო. თქვა და გონება არ გვაკლია ხალხო და ამ თქვა და გონებას მართვა უნდა ვიფიქროთ და ხვალინდელი კარგი დღე როგია, ხვალინდელი კარგი დღე უშრომელად და თავდაუდევლად არ მოდის. ხო და ამიტომ თუ გვინდა საქართველოს გახდეს კარგი ქვეყანა, ჩვენც რომ კარგად ვიყოთ, ამიტომ უნდა გავყვეთ ეროვნულ ძალებს.
ნომერ 8-ში გაერთიანებული იყო 11 პარტია და 45 ორგანიზაცია. და ყურადღებით რატო არის მე ხალხო არაერთხელ იყო საუბარი პირდაპირ ეთერში ანალოგიურ გაჩნილი იყო ეს თემა ძალიან კარგად. და ამიტომ ყურადსაღები არის ეს არის ერთ-ერთი გლობალური საკითხი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს ეს ქვეყანა. ეს ხელისუფლება რომ საერთოდ არ ფიქრობს საქართველოს ამას ხომ ატყობთ და ხომ უყურებთ. ეს რომ მოგებატა 35 ლარით მანამდე საერთო ჯამში პენსია დაგაგდათ ხალხი კი არ მოგებატა დაგაგდათ. რას ყიდულობთ ყოველდღიური მოთხოვნილების საქონლე სინდეს, რასაც ყიდულობთ მაგალითად 2-3 წლის წინანდელი პენსიით, ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. დიახ. სწორი ბრძანდებით. მადლობა ზარისთვის. მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის. ყველაფერში გეთანხმებით. პენსიონერებსაც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ამ სტუდიიდან და ყოველთვის გვითქვამს, რომ პენსია, როდესაც გემატებათ თქვენ, დაახლოებით უკვე რამოდენიმე თვეა ინფლაცია გაზრდილია ქვეყანაში. ანუ თქვენ რომ პენსია მოგემატათ, რამოდენიმე თვით ადრე იმატებს ყველა პროდუქტზე იმატებს ფასი და თქვენი პენსია სინამდვილეში სწორად ბრძანა ბატონმა და ჩვენც ეს არაერთხელ გვითქვამს, თქვენი პენსია ფაქტურად გაზრდილი კი არ გამოდის, არამედ პირიქით დაკლებული, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ყიდულობთ იმდენს, რამდენსაც ყიდულობდით, თქვათ, რამოდენიმე თვის წინ, სანამ გაგეზრდებოდათ ეგრეთ წოდებული პენსია. ჯერ ერთ მეორედ ჩვენ ასევე საუბრობთ, რომ პენსიონერი კი არ უნდა არსებობდეს, ის უნდა ცხოვრობდეს. ანუ ღირსეული პენსია უნდა კონდეს მას. უბრალოდ რაღაც ფულს რო აძლევ, იმას კი არ უნდა დაარქვა, რომ ეს არის პენსია. პენსიით ადამიანმა უნდა შეძლოს არსებობა, ისა ცხოვრება და არა არსებობა. და დღეს ის უბრალოდ არსებობს. და მე თქვენ მეც გეტყვით, ბევრი პენსიითაც კი ვერ არსებობს. ეხმარებიან კიდე, დახმარებას ითხოვს და ან შვილი ეხმარება, ან ძალიან ბევრი ქუჩაშიც დგას. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება ხალხმა. როგორ შეიძლება ახლა შენ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეს, აპარატს, პარლამენტს, ანუ ხელისუფლებას დაუნიშნო ისეთი ხელფასი, როგორი ხელფასიც არ აქვთ ზოგიერთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ჩვენზე ბევრად წინ არის და ამ დროს პენსიონერი და სოციალურად დაუცველი უფრო და უფრო ცუდად ყოველდღე, უფრო და უფრო გრძნობდეს ცუდად თავს და შენ ეს არ განაღლებდეს. და ამბობდე რომ აი იცით რა არის ხალხო მე თუ არ ვიქნები აი მაშინ ისინი მოვლენ ვიღაცები კარგით რა უკვე სასაცილოც კი არის ვინ უნდა მოვიდეს სად უნდა მოვიდეს თქვენ უნდა წახვიდეთ კაცო თორე ვინ მოვა უკვე თქვენი საქმე აღარ არის ზარი ეთერში შემოუშვი ზარი ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანა ალო დიახ ისაუბრეთ გამარჯობათ მოგესალმებით ბატონო გიორგი მე ვარ 80 წლის მოხუცი მე ყოველთვის თქვენ პატრიოტ ალიანს უჭერდი მხარს ყველა არჩევნებზე პატრიოტ ალიანს ვაძლევდი ხმას დღესაც ძალიან ბევრ საკითხებში გეთანხმებით და ძალიან მტკივა დღევანდელ სიტუაციაში რო არის საქართველო მაგრამ აი ამას წინათ ჩართვა რო ჰქონდათ გიორგი ფოფხაძესთან თქვენ მაშინ ბრძანეთ რომ მშვიდობიანი აქცია დაარბიესო ამას ეძახით თქვენ მშვიდობიან აქციას აი ამ თქვენი შეფასებით ძალიან გული გამიტყდა და ძალიან არასწორად მიმაჩნია ის შეფასება რა დღეშიც პარლამენტს წავდნენ რა დღეში იყვნენ ახლა ყველაფერი კარგად ჩანდა ტელევიზიით უყურებდი მე და აი ამას მშვიდობიანი აქცია რო დაარქვით ამით ძალიან გული გამიტყდა და ალბათ არა მარტო მე აი რა როგორი აზრით თქვენ აი დღესაც იმ აზრის ხართ რომ მშვიდობიანი აქცია იყובה დიახ დღესაც იმ აზრზე ვარ იმიტომ რომ მე კონკრეტულ აქციაზე არ მქონდა საუბარი უბრალოდ მე ყველა აქციაზე არ მქონდა საუბარი
მე ვსაუბრობდი იმ კონკრეტულ აქციაზე, სადაც მშვიდობიანად იდგა ხალხი და მოხდა მათი დარბევა. ეს არ იყო მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ეს არ იყო მაშინ, როდესაც პარლამენტს ანგრევდნენ, ამიტომ კონკრეტულ აქციაზე მიდიოდა საუბარი და კონკრეტულ აქციაზე ვსაუბრობდი მე. ამიტომ სანამ გული გაგიტყდებათ რამეზე დაგვირეკეთ ეთერში, დასვით კითხვა და მე გაგცემთ პასუხს. არის აქციები, სადაც ძალადობა ორივე მხრიდან იყო შემჩნეული, რაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საერთოდ ძალადობას ვემიჯნები და ყოველთვის ვემიჯნებოდი, მაგრამ არის აქციები, სადაც ხალხი უბრალოდ მდუმარედ დგას და ამ დროს დაშლის მიზნით ხდება ძალის გამოყენება. არის ასეთი ძალიან ბევრი აქცია და ეს კადრები ძდებს ინტერნეტში. ამიტომ მე არც ერთის მხარეს არ ვდგავარ, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიყო ობიექტური. ამიტომ სანამ გული გაგიტყდებათ რამეზე, რომელი რაღაც ნათქვამზე, მანამდე დაგვირეკეთ და მე თქვენ გაგცემთ პასუხს. ზარი ეთერში შემოუშვით ზარი. ისაუბრეთ ეთერში ბრძანდებით. ალო, გამარჯობათ ბატონო. მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენი პარტია ნამდვილად წესერი ხალხით არის დაკომპლექტებული, მაგრამ თქვენ ყველაზე დიდი შეცდომა თქვენი რა იყო და როცა აგეთ ეს არჩევნები, თუ დამიგდებულს კარგი იქნება, იმიტომ რომ თქვენ რო გამოდიოდით, ასევე ალტეფოს ბიჭების დიდი შეცდომა რა იყო, რომ ვიტახდით, რომ ოცნება 40%-ზე მეც ვერ არის. შესაბამისად ის ხალხი, რომელიც მეგიჭერდა პას, მართლა ყველა შეეშინდა, რომ მისი ხმები არ დაკარგული. ამიტომ იმ ხალხმა აიღო და ყველა მოცემას მეცა ხმა. ამიტომ პროპაგანდა ცოტა სხვანაირად უნდა გებათ. ეს ერთი საკითხი თუ გაითვალეს მომავალში ძალიან კარგი იქნება ჩემიათ. ნუ მე პასუხს გაგცემთ ამაზე, მაგრამ ჯერ დაამთავრეთ თქვენ. კი ბატონო, მეორე კიდე გიცხოვთ, თქვენ რომ ბრძანებთ, რომ აქციები ძალადობა იყო. ალბათ ნაყოფებად უცხოეთში ჩემზე მეძიათ და ბევრგან გიცხოვთ. პოლიციას გიცხოვთ, მაგრამ რო გაჩერებინებს საბუთებში შესაძლოა ვალდებული ხარ ხელები დადო რუს რომ უნდა გიყუროს იმას შეიძლება აკეთო რაც მოიმოქმედო ეს შეერთებულ შტატებშია ძირითადად ევროპაში ასეთი რამე არ ხდება ბადო თქვენზე მეტი უნდა ჩემზე მეტი უნდა იცოდეთ ევროპაში წარიეთ მე ევროპაში ნაცხოვრები ვარ მანქანითაც ნასიარულები ვარ და გეუბნებით რომ ასე არ არის მეთქე ნუ კაი მე ვიცი რომ არ დო მე თონა ვარ მასე შეერთებული და მასე გამაჩერებინეს მაგრამ პირადად მე ბელგიაში მით უმეტეს ბელგიაში მსგავსი რამე არ ხდება ბელგიაში ეხლა მე თვითონ გამაჩერებინეს ნუ გეუბნებით რომ არავინ არ გთხოვ თუ ეს რა თქმა უნდა რაღაც რეიდი არ არის და ტერორისტს არ ეძებენ ხო ნუ შეიძლება რეიდი იყო ამის პირად მართლაც დავზე გამოცადე მე თვითონ გეუბნები მეორე კიდე თქვენ რომ ძალებთ ეხლა კარგად გაიგეთ ადამიანებს პოლიციას რომ მონას ეძახი შემონა თქვენ რომ გაკადროს მე პირადად ან მე აპატიებთ მას და მე რა ვთქვი არა, ეს ხალხი კანონს რო იღებენ, ბატონო გიორგი. და მე რა ვთქვი მეთქი, თქვენ თუ მისმენთ მე თქვენ ბძანეთ რომ ესე იგი პოლიციაც უნდა აღოს პასუხი. არა, მე სხვა რამე ვთქვი. მე ვთქვი რომ რატომ არ იყო ეს კანონი მიღებული ყველასთვის. აი თქვენ რო ეხლა კითხვას მისვავთ, გესიამოვნებათ? მე არ მესიამოვნებათ. თქვენ გესიამოვნებათ, არც თქვენ არ გესიამოვნებათ. რატომ არ არის თქვენთვის და ჩემთვის ეს კანონი მიღებული? ყველასთვის არის ეს კანონი. არა, ეგ ყველასთვის არ არის. არა, ყველასთვის არ არის. მანდ არის. კანონში უწერია, ბატონო. კანონში წერია, მაღალი. დამარგოს მაგა სპეციალური სამსახური, რომელიც შეიცავლის მისქმედებას. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კანონში წერია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიციელი და ჩამოთვლილია ხელისუფლების. კი. ეს გაწოლებულია. და რატომ არ არის მეთქი თქვენს და მეც და ჩვენ რატო არა ვართ იმ კანონში ჩაწერილები? ესეც დაკავეთ უნდა ვიყოს, მაგრამ ეს დადავას გამოიწოდა და ამით ვარ ჩაწერილი ხო თქვენ სოჭე გაგინონდა მე. უკვე კანონი მავალით შემილია, კანონით დავიცოთ ჩემი თავი. ამიტომ არა, ერთი წამით თქვენ რა გონიათ მართლა რომ სხვა ანუ მაღალი თანამდებობის პირს არ შეეძლო კანონით დაეცვა თავი? მანამდე ეს კანონი რა არ მოქმედებდა? კი ბატონო. რა დაჩების დაყვება და ვერ გაუბედავენ, მაგრამ არის ყოყავდეს არ დაყვება. მე გეუბნებით რომ არა სამართლიანი მიდგომა მეთქი, მაგას ვამბობ. სამართლიანი მიდგომა არის, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე მე ამას აცევსლი. არ შეიძლება, არანაირი მდგომარეობა არ ამართლებს არასამართლიან დამოკიდებულებას ხალხის მიმართ. არანაირი მდგომარეობა ამას არ გაამართლებს არასდროს. ხალხში რო არ მოხდეს დაპირისპირება
ამიტომ არის მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში მე ამ თქვენ ასე გონიათ. ეხლა რაც შეეხება პროპაგანდას, რაც თქვენ რითაც დაიწყეთ საუბარი. ოცნებას 40%-ზე მეტი რო არ აქვს, ჩვენ ამომრჩეველს ის შიში კი არ უნდა ქონოდა, რომ აი 40% არ აქვს ოცნებას, ამიტომ ნაცი ან ვიღაცები მოვლენ ხელისუფლებაში ოცნების მაგივრად. მათ სხვანაირად უნდა ემჟელათ და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე იმჟელეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, წართმეული ხმა არის წართმეული ხმა და ჩვენი ამომრჩეველი მსჯელობდა შემდეგნაირად. პატრიოტთა ალიანსი თუ შეავსებს იმ პროცენტებს, რითაც ოცნება და პატრიოტთა ალიანსი გადალახავს 50%-იან ზღვარს, პატრიოტთა ალიანსი იქნება ფაქტიურად მაკონტროლებელი ძალა, აღმოჩნდება მაკონტროლებელი ძალა ოცნებისთვის. ასე მსჯელობდა და ბევრი ჩვენ ვინც შეხვდა, ზუსტად ამ სქემით და აი ამ ფორმით მესაუბრე, რომ ჩვენ ესე ჩავთვალეთ და ამიტომ მოგეცით ხმა. ვინც გვირეკავს დღეს და ამბობს, რომ იცით რა, მართლა შეგვეშინდა, ეს არის ან შეკვეთილი ზარი, ან უბრალოდ ისეთი ადამიანის, რომელსაც საერთოდ არ გაეგება არც პოლიტიკის, არც მათემატიკური დათვლა არ შეუძლია, რომ თუ ოცნება 50%-ს არ იღებს და იღებს 40%-ს, ის 10% ან თქვა 12% ნაცმოძრაობას ვერ მოემატება ვერანაირად. იმიტომ რომ თუ ჩვენ მინიმუმ 1,200,000 კაცი ვყავს კონსერვატიულად და ტრადიციულად მოაზროვნე, რომელიც ხმებს დღეს ანაწილებს ჩვენს და ოცნებას შორის, ის ნაცმოძრაობას და პროდასალურ ძალებს ხმას არ მისცემს. ესე იგი ჩვენში განაწილდება. ანუ 40 აიღებს ქართული ოცნება თუ 30-ს, ნაცმოძრაობა ვერანაირად ვერ აღმოჩნდება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ 52%-მდე ყველა შემთხვევაში აიღებს სხვა ეროვნული და კონსერვატიული ძალა, ანუ პატრიოტთა ალიანსი. ეს თქვენც უნდა გესმოდეთ და დამიჯერეთ ბევრმა ჩვენმა ამომრჩეველმა ზუსტად ეს ასე ჩათვალა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ამბობს, რომ არა მე შემეშინდა, ეს ან არის შეკვეთილი ზარი ეთერში, ან მართლა ადამიანს საერთოდ არ გაეგება არც პოლიტიკის და არც მათემატიკური გამოთვლა არ შეუძლია. ზარი ეთერში შემოუშვით. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. საქართველოში მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია, მაგრამ ჩვენი მთავრობა ელოდება, როდის მოიცლის ტრამპი საქართველოსთვის. ეს კი რა ვიცი, როდის მოხდება, ან მოხდება თუ არა. მაგრამ გინდ რომ მოიცალოს, ის არასოდეს არ ეტყვის ოცნებას, რომ აი შენ ქართულ მიწებს ნუყიდი, თორემ შემდგომ თაობებს დიდ პრობლემას შეუქმნი. ან მიხედე დემოგრაფიულ მდგომარეობას, თორე საქართველო დაგრჩება ქართველების გარეშე. ან ეროვნულ ძალებს ნუებრძვი, თორე შენ ეროვნული მანტია რო გაქვს მოსხმული, ის დაძველდება, დაიხევა. დარჩები ტიტველი და ყველანი შიშველი დარჩები და სულ ყველანი გაიგებს თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ან კიდევ არასოდეს არ გეტყვის ტრამპი იმას, რომ აი ველური კაპიტალიზმი არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა და არც საქართველოში გაამართლებს. ჯობია მიხედო, რომ დაარეგულირო ფასები, თორემ 14,000 ლარიან ხელფას ცხვირში ამოგადენ და ბევრ ასეთ რამეს. ასე რომ თუ ქართველები ჩვენ არ მიხვდებით, რომ ჩვენ მთავრობას ჩვენთვის არ ცალია, ის მხოლოდ თავის თავზე, თავის კამებს უფრთხილდება და თავის ჯიბეებს უფრთხილდება, მანამდე არაფერი გვეშველება. ეროვნული ძალები ძალიან ძლიერები ვყავს, ძალიან ჭკვიანები და ძალიან გული მწყდება ბატონო გიორგი, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ მოვალთ ოპოზიციაში. არა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. აი ესე უნდა ვთქვათ და იქნებ მაშინ გამოფხიზლდეს ქართველიერი. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენი აზრისთვის. გეთანხმებით, ქალბატონო, სამწუხაროდ გვაქვს ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ დღეს, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. დასავლეთი მე გეთანხმებით არასოდეს არ ეტყვის არც ქართულ ოცნებას და არც სხვა ხელისუფლებას, რომ ეროვნული ძალები გააძლიერეთ ქვეყანაში, მაგალითად, იმიტომ რომ საქართველოში რაც ნაკლები ქართველი იცხოვრებს და რაც უფრო მეტად შერეული სხვადასხვა ნაციონალობის ხალხი და ეროვნების ხალხი იცხოვრებს, ეს უფრო მეტად აწყობს როგორც დასავლეთს, ასევე რუსეთს და ყველა ჩვენს მეზობელს. აი პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ საქართველო უკვე დასუსტებული
დასუსტებული იქნება საქართველოში ის ეროვნული სული და სულისკვეთება აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ქართველი თუ არ იქნება უმრავლესობაში და რაღაც პატარა ჯგუფი ქართველების დარჩება საქართველოში, რა ეროვნულ სულისკვეთებაზეა საუბარი და ეს აწყობს ყველას. აი სასომხეთი რო სასომხეთი, აზერბაიჯანი რო აზერბაიჯანი, ყველას აწყობს დასუსტებული საქართველო და საქართველო დასუსტება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ქართველები სერიოზულ უმცირესობაში იქნებიან და იქითკენ მიდის ყველაფერი. და ეს ხელისუფლება ამას ხელს უწყობს ამ პროცესს სამწუხაროდ. ზარი ეთერში შემოუშვით. ალო. დიახ, ეთერში ბრძანდებით. ის შემეხვა. დიახ, ისაუბრეთ. გამარჯობა გიენ. მოგესალმებით. მე თქვენ გადაცემას ყოველთვის ვადევნი თვალს, მაგრამ ერთი რამე გვეს. ყველა რო იმას იზა პატრიოტთა ალიანს, უჭერ მხარს, მივეცი, ხმა დავიდა ეს ხმები, როგორ გაქრა, ვინ შეჭამა, ეს ერთი. მეორე კიდევ ისაუბრეთ. ვიჩემი ხმა. ისაუბრეთ. სამწუხაროდ გაითიშა, ხო, სავარაუდოდ. დიახ, ტექნიკური ჯგუფი მეუბნება რომ გაითიშა. კი ბატონო, სამწუხაროდ გაითიშა, იქნება მოასროთ 3 წუთია დარჩენილი. გადაცემის ბოლომდე იქნება მოასროთ და დარეკოთ. ზარი ეთერში შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა, თუნდა უბრალოდ შეგახსენოთ რომ 2 წუთია დარჩენილი იქნება მოასროთ. უცბად სასტრაფოდ გეტყვით. კი ბატონო. ხო არ არის ის დრო რომ ჩვენ კონსერვატორიული ძალები შევეცდეთ და პარლამენტის წინ კი არა მცხეთაში სატახტო ქალაქში მამაპაპურ სატახტო ქალაქში ხო არ შევიკრიბოთ მთლიანი რომ დავანახოთ საქართველოსაც ოცნებასაც ნაციონალებსაც და მსოფლიოს ხო არ დავანახოთ რომ ჩვენი შეკრება რამდენი ვარ. კარგი აზრია. გააგრძელეთ. გაგრძელებით მე ანუ ეგ იყო თქვენი შემოთავაზება, გავიგეთ. კარგი აზრია, ვიფიქროთ ამაზე. კეთილი, დიდი მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის. აი ბატონმა რო დარეკა ამათ წინ და თქვა რომ საწავიდაო ის ხმები ყველა რო რეკავს და ამბობს რომ ხმა მოგეცით. გეთანხმებით ბატონო ჩემო. და ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ წაგვართვეს ხმები და გაგვიყალბეს ეს არჩევნები, ხალხს არ უნდა რომ დაიჯეროს. არ ეკინებენ ვიღაცეებს, იგონებენ რაღაც აბსურდულ, არლოგიკურ რაღაცეებს გვეუბნებიან, რომ იქ არ გაყალბებულა უბრალოდ ხალხმა, ხალხში ეშინდა იმას მისცა ხმა, ამას მისცა. ეგ ყველაფერი სისულელია. ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, ჩვენ მოგწა ხმა. უბრალოდ ის ხმა წაგვართვა ქართულმა ოცნებამ. როგორ წაგვართვა რანაირად რა ტექნიკური მოწყობილობა გამოიყენა ან რა გზით იმოქმედა და რა გააკეთა ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს თუმცა ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მაგრამ ზოგადად ვამბობთ რომ ეს არის ქართული ოცნების ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ჩვეულებრივი გეგმა აი მარტივად რო ვთქვათ გეგმა არის რომ დაუწეროთ ცოტა პროცენტი ეროვნულ ძალებს საბოლოო ჯამში ხალხი მიხვდება რომ აზრი აღარ აქვს მათ ხმა რომ მივწე იმით რომ ვერ იგებენ ანუ ვერ ლახავენ ბარიერს ვერაფერ და საბოლოო ჯამში მათი ხმა მაინც ჩავარდება ჩვენს კულაბაში ეს არის ქართული ოცნების გეგმა ეს იყო გეგმა ასევე ნაცმოძრაობის მაშინ როდესაც ის იყო ხელისუფლებაში ანუ ის სხვადასხვა პარტიებს აკლებდა ხმებს იმისათვის რომ საბოლოო ჯამში ხალხი მიხვდეს რომ აზრი არ აქვს იმ პარტიებს ხმა რომ მივცე იმიტომ რომ მაინც დაიკარგება და ჯობია ისევ და ისევ ნაცმოძრაობას მხარი დაუჭირო იმიტომ რომ ის ძლიერია ერთი და იგივე გეგმით აგრძელებს თავის მოღვაწეობას ხელისუფლებაში
ქართული ოცნება არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არ იცვლება ზოგადად. და დღეს ბევრ რამეში, მოდით ასე ვთქვათ, გაასწრო კიდევაც ნაცმოძრაობის რეჟიმს. ბევრ რამეში. ამიტომ მოგწონს ჩვენ ეს, არ მოგწონს, ეს არის რეალობა. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც არ დამეთანხმება, მაგრამ ხალხო, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. და ხვალ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება თქვენც მოგადგეს ვიღაცა, მეც მომადგეს და აღარავინ აღარ იქნება, ვინც გამოვა მერე ქუჩაში. თუ ეს პროცესი ჩაქრება და თუ ვერ მივახცევთ იმ გამარჯვებას, რასაც ქვია გამარჯვება, ბრძოლა თავისუფლებისთვის და გამარჯვება თავისუფლების გამარჯვება. თუ ამას ვერ მივახცევთ და თავისუფლება ვერ გაიმარჯვებს, მაშინ გეუბნებით ხვალ ზეგ თქვენს აღმოჩნდებით ასე დღეში და მეც და სხვა დანარჩენი. მიშას პერიოდში, სააკაშვილის პერიოდში, ბევრი ფიქრობდა, რომ აუ მე ხო არ დავუჭერი ვარ. მაშინ რატო უნდა ამოვიღო ხმა? და როდესაც უკვე მასაც მიადგნენ, მერე მიხვდა, რომ თურმე თავის დროზე ხმა რო ამომეღო, აქამდე არ მივიდოდა საქმე. აი დღეს ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ სულ ყველა. დავფიქრეთ, გავაანალიზოთ და შეცდომები არ დაუშვათ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ შევხვდებით ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე.